მთავარი ჩვენ ვაგრძელებთ ლიტურგიის წინ საუბარს აი ამ დიდი მსახურების შესახებ. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ სამთო ლიტურგია ღვთისგან ბოძებული უდიდესი და საკვირველი ნიჭია. ღვთის ანგელოზების კი შემოგნატრიან ჩვენ ადამიანებს, ვინც ვიკრებებით ეკლესიაში, რომელთაც მოგვენიჭა ბედნიერება სამთო სისხლისა და ხორცის გემოის ხილვისა. მილიარდობით მიიწვიან და გროვდებიან იქ, დაუკვირდეთ რა საოცარ სიტყვებს ამბობს, სადაც საღმრთო მსხვერპლი შეიწირება და სად შეიწირება? აზერში ეკლესიაში ლიტურგიის დროს. ზრწოლით დგანა წმინდა ტრაპეზის წინაშე, ეს ყველაფერი უხილავად აღესრულება, სახეს იფარავენ და ადიდებენ იმ უდიდეს საიდუმლოს, რომელიც მათვე წინ აღესრულება, რომ პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს ჭეშმარიტ სიცხლად და ხორცად. ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა გვაკურთხოს და შეგვეწიოს უფალი აი ამ დიდებული მსახურების აღსრულებაში. ჩვენთან ნაძმით. საუბარს ხშირ ზიარებასთან დაკავშირებით თუ რას გვასწავლიან ეკლესიის დიდი მამები. ჩვენ უკვე დასაწყისში, წევრის დასაწყისში ვთქვით, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ყოველ კვირა დღეს, რომ ქრისტიანი ესწრებოდეს წმინდა ლიტურგიას. თუ რაოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის. ამის იქით ახლა უკვე ვთქვათ, რაოდენ დიდი არის და სასიცოცხლოდ აუცილებელი არის, რომ ყოველ კვირა დღეს შეძლებისაგვარად ქრისტიანი მიახლებოდეს წმინდა ზიარებას. წმინდა ალექსი შუშანია გვასწავლის. ხშირად ეზიარეთ და ნუ ითქვით, რომ ღირსნი არ ხართ. ხშირად არის რომ ჩვენ მომწიცი და ღირსია რომ განსაკუთრებულად მომემზადები, ხოლო დიდ მარხვაში მომემზადები და მაშინ როდესაც მარხვა არის, მარტო ეზიარები. დანარჩენ კვირებში მე გამიგია რომ მხოლოდ და მხოლოდ მარხვაში ეზიარებენ ადამიანები და სხვა როდესაც ხსნილია და მარხვა არ არის, არ ეზიარებიან. ეს მიუღებელი არის. ანუ დავიმახსოვროთ და ვისწავლოთ რომ მხოლოდ მარხვაში არ უნდა ვეზიარებოდეთ. ქრისტიანი ხშირად უნდა ვეზიარებოდეს და აი რას გვასწავლიან მათ. ვიმეორე. ხშირად ეზიარეთ და ნუ იტყვით რომ ღირსნი არ ხართ. თუ კი ასე იტყვით, მაშინ ვერასოდეს ეზიარებით. ისე რომ რატო ვერ ვეზიარებ? თუ კი მე ვფიქრობ რომ ღირსი არ ვარ, მილიარდე წელს რო ვიცხოვრო და ყოველ დღე რომ მილიონობით ადამიანს ვაყურებდი და კეთილ საქმეს ვაკეთებდი და საკუთარ თავს წირავდი სხვა ადამიანებისათვის, მაინც ვერაფერს ისიც ვერ გავაკეთებ, რაც გვეძლევა წმინდა ზიარების დროს. ანუ ღირსეულად ვერ ვიცხოვრებ მაინც ის. მიგდით ხო ძალიან მარტივი სიტყვებით კი. ამიტომ არასოდეს არ თქვათ რომ ღირსი არ ვარ. მაშინ ვერასოდეს ეზიარებ, რადგან არასოდეს იქნები ღირსი წმინდა ზიარებისა. თქვენ ფიქრობთ რომ დედამიწაზე თუნდაც ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც ღირსია წმინდა საიდუმლოებებთან ზიარებისა? არავინა ამისი ღირსი. ხოლო თუ კი ჩვენ მაინც ვეზიარებით, მხოლოდ ღვთის განსაკუთრებული გულმოწყალების გამო. ანუ ჩვენ კი არა ვართ რაიმე ღირსი. ღვთის გულმოწყალების გამო ვეზიარებით. ჩვენ ვჯერა და ვწამს ღვთის გულმოწყალებისა, რომ ჩვენთვის იქნება წყარო სიცოცხლისა და ნუგეშისა ქრისტის საიდუმლოებებთან მიახლება. ჩვენ კი არ ვართ შექმნილი ზიარებისათვის, არამედ ზიარება ჩვენთვის. სწორედ ჩვენ სოდვილები, უღირსები, სუსტები, სხვებზე გაცილებით მეტად საჭიროებთ ამ მაცხონებელ წყაროს, წმინდა ზიარებას. როგორც როდესაც ადამიანი უძულურად არის და მირბის ექიმთან, კლინიკაში რომ მინახულოს ექიმი და ესაუბროს ავისი ტკივილების შესახებ, ასევე ჩვენ სულიერად სუსტებისთვის ყოველთვის აუცილებელი და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ ხშირად მივიახლებოდეთ წმინდა ზიარებას. ხო, ამიტომაც მოგიწოდებთ ჩემო დანო და ძმანო, ხშირად მივიახლებოდეთ მაცხონებელ წყაროს მაცხოვრისა ჩვენისა უფლისა იესო ქრისტესი, მის წმინდა სიცხლსა და ხორცსა. მე მახსენდება ერთი ქადაგება წმინდა პალადი ჰელინო პოლელისა, რომელიც ლავსაიკონში არის. მას მოაქვს ესეთი მაგალითი, რომელიც შეემთხვა მის ერთ მეგობარს, ერთ ღირს დიდ მამას, წმინდა მაკარი მეგვიპტელის. მაგარი მეგვიპტელი გამორჩეული იყო თავისი დიდი სულიერებით.
ისინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და სავარაუდოა რომ თვითონ მაკარისგან ქონოდა მოსმენილი. მის მონასტერშიც ნამყოფია და ნუ ეს ამბები, ქაური ამბები ძალიან იქ აღწერილია თვითონ ჰელინოპოლის ეპისკოპოს წმინდა ალანტის. ესეთ ისტორიას ყვება რომ იქ ეგვიპტეში ცხოვრობდა წყვილი, ქმარი და ცოლი ცხოვრობდნენ, კეთილმსახურები ცხოვრობდნენ და ეს ქალი გარეგნობით იყო ძალიან ლამაზი. და იმ სოფელში ცხოვრობდა გარყვნილი ადამიანი, მემრუში ადამიანი, რომელმაც თვალი დაადგა ამ შვენიერ ქალბატონს, კეთილმსახურ ქალს და ყველანაირად სურვილი ჰქონდა რომ მასთან ურთიერთობა ჰქონოდა. და რომ დაინახა რომ ქალი ყოველთვის ირიდებდა ამ დიდარ და შეგრძნებულ ადამიანს მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვიტა რომ მიემართა ხერხისათვის და რა ხერხს მიმართა ამ მაცდურმა ადამიანმა. წავიდა და მოძებნა ერთი ჯადოქარი, ჩხიბავი, რომელიც გათქმული იყო თავის ესეთი უღირსი ცხოვრებით და მევიდა და თხოვა რომ ესეთი მდგომარეობა გააკეთე ყველაფერი რომ ამ ქალმა შემიყვაროს. და მისცა ძალიან დიდი ფული და ამ ჩხიბავმა ამ ჯადოქარმა დაიწყო თავისი საქმე. ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეიძლებოდა გაეკეთებინა, მაგრამ ხედავს რომ ამ ქალის გული ვერადოვერ მიატრიალა ამ კაცისაკენ, ვერ შეაყვარა, ვერ მოაჯადოვა, ვერაფერი ვერ გაუკეთა, მაგრამ საინტერესო ერთი რამ მოხდა. ეს ქალი იმდგომ თავისი ჯადოქრობით და თავისი მისნობით იქამდე მიიყვანა, რომ ეს ქალი გარეგნულად უკვე ეჩვენებოდათ პირუტყვად ადამიანს. ვის მან ქალს შეხედავდა, ყისირებული ესე, ეგონათ რაღაცა პირუტყვი, ცხენის მაგვარი პირუტყვად აღიქვამდა. და საშინელება. და როდესაც ერთ დღესაც ეს თავისი ქმარი მივიდა სახში, ხედავს რომ მისი ცოლი გარეგნობით არის რაღაც პირუტყვის მაგვარი, ცხენის მაგვარი და გაუცდება ძალიან შეზრწუნდება ამაზე ეს პატივისცემი ადამიანი და წავიდა და მოიყვანს მღვდლებს აჩვენეს ნახეთო ჩემი ცოლი რა მდგომარეობაში არის. წავდიო, ჩვეულებრივი ქალის სახე ქონა, ადამიანის სახე ქონა, მოვიდიო და ვხედავ რომ პირუტყვის სახე აქვს ჩემი მეუღლის. და ნუ შეზრწუნდებიან მღვდლები, დაიწყენ მეფიქრ რაშია საქმე და ვერაფერს ვერ გააკეთებენ და გაახსენდება მაკარი მეგვიფტი. და მიდის აი ამ დიდ გადაწყვეტავს რომ წავიდეს ამ დიდ მამასთან და როდესაც მიუახლოვდება ამ მონასტერს, შევა მონასტერში თავის ცოლთან ერთად მიდის და იგივე მონასტერთან ახლოს საძმო იყო და დაინახავენ ადამიანი, მაგრამ კაცი მოდის, მაგრამ კაცის გვერდზე რაღაც პირუტყვის მაგვარი მსგავსი არსი. ეტყვია რომ კაი გასაგები, მაგრამ ეს რაღაც არსებას ადრიკავს მონასტერში. მაკარის ნახვა მინდა და ეუბნებიან რომ კარგო შენ არ შეგიშენ მონასტერში ჩაევალ და მაკარის დაველაპარაკებ და გავისაუბრებ. და ამ დროს აუცარი რამეა. მაკარმა უკვე ის ამბობს. ღმერთმა გაუმხილა რომ გაჭირებული განსაცდელში ყოფი ადამიანი მიდის მასთან. აი როგორ ზრუნავს უფალი პირველი სწავლება განსაცდელში მყოფი ადამიანებისათვის. ისე როდესაც რაიმე განსაცდელში ვიქნებით, არ შევშინდეთ და არ შევზრუნოთ. ვიცოდეთ რომ უფლის ყოვლის მხედრ თვალებს არაფერი არ გამოიყარება და უნდა მივმართოთ მას განსაცდელების პერიოდში. და მაკარის უკვე დაწყებული ქონდა ლოცვა თუ რაშია საქმე. და ლოცვის დროს უფალმა განუცხადა ყველაფერი. ისტორია აი ამ ქალის. და როდესაც შევლენ უკვე მისი მოწაფეები და ეუბნებიან რომ ვიღაცა კაცი მოვიდა და რაღაცა ცხოველიზე მსგავსი არსება მოყვა ეუბნება რომ ეს თქვენ ხედავთ მას როგორ ცხოველს, მაგრამ ის ჩვეულებრივი კეთილმსახური ქალია, რომელიც ბოროტის მანქანებით იმყოფება ესეთ მდგომარეობაში. თქვენ მას ესე აღიქვთ და ესე ხედავთ თქვენი თვალებით. ის ჩვეულებრივი ადამიანია. დაუძახით მოვიდნენ აქ. მიიყვანენ და შეევედრება ეს ადამიანი რომ უშუალოდ დაიხმაროს ამ დიდ მამას ამ განსაცდელში და მაკარი დიდი იწყებს ლოცვას, წყალს აკურთხებს, ასხურებს აი ამ ქალს, წაიკითხავს მასზე ლოცვას და დაუბრუნდება ჩვეულებრივი სახე, აი შვენიერი სახე აი ამ ქალბატონს და კახარებულების ორივე საკურთხებს, ცოლსაც და ქმარსაც აკურთხებს კეთილმსახური ცხოვრებისაკითხვის და ეუბნება აი ამ ქალს საოცარ სიტყვებს რომ იცოდე რომ ერთ რამეს გირჩევთ და ყოველთვის გახსოვდეთ და ეს მაკარი დიდი სიტყვები მინდა რომ წაგიკითხოთ. ნურასოდეს მიატოვებთ ეკლესიაში სიარულს. ეუბნება რომ ესო ეშმაკის მანქანებით იმიტომ დაგემართაო რომ დიდი ხანია ტაძარში არ ყოფილხარ და იქვე არიდებს. ნურასოდეს მიატოვებთ ეკლესიაში სიარულს და ქრისტეს საიდუმლოთა ზიარებას. აი კვლავ როგორ ამახვილებს ყურადღებას ეს დიდი მამა ზიარებასთან დაკავშირებით. რაოდენ მნიშვნელოვანია ის რომ ბორო ძალას არ კონდეს გავლენა ჩვენზე. ეს იმიტომ დაგემართა
უკვე კალს მიმართავს, რომ 5 კვირა, რომ წმინდა საიდუმლოებას არ ზიარებულ ხარ. ანუ არ მიმთხვევი ხარ ქრისტეს საიდუმლოებას. წადიო, დაიმახსოვრე და შეეცადე ყოველ კვირა მიემთხვეო ქრისტეს მაცხოვნებელ წყაროს. ისე რომ ჩვენთვის, ჩემო დანო და ძმანო, საყურად საღებო არის და მნიშვნელოვანი ამ დიდი მამის დარიგება თუ რაოდენ აუცილებელი არის თითოეული ქრისტიანისათვის და საცისოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ კვირა დღეს მოვისწრაფოდეთ წმინდა ეკლესიისაკენ და განდემზადებოდეთ წმინდა ზიარებასთან მიახლოებისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგკურთხოთ, მშვიდობა გაგვიმრავლოს თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. ამინ. ჩვენთან არ ძმით.